აი, ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რისი თქმა შეუძლია ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს მთელ ჩვენს ქვეყანაზე. აი, წარმოიდგინეთ, ეს 24 საათიანი საინფორმაციო ქაოსი. რას გვიმალავს, ან პირიქით, რას გვიჩვენებს. მოდით დღეს სწორედ ამაში გავერკვეთ. ვცადოთ და დავხატოთ საქართველოს ერთი დღის პორტრეტი, ოღონდ საღებავების მაგივრად გამოვიყენოთ ის, რასაც მისივე მედია გვაწვდის. კარგით, მოემზადეთ. ახლა ჩვენ ერთად პირდაპირ მნიშვნელობით გადავეშვებით იმ ინფორმაციულ ნიაღვარში, რომელშიც მოდი ვაღიაროთ ყოველდღევ ვსურავთ. ეს ის სამყაროა, სადაც საშინელი ტრაგედია, დიდი პოლიტიკა და კოსმოსური აღმოჩენები ერთმანეთს ეჯახება. ყველა ჩვენი ყურადღების მისაქცევად იბრძვის. ვნახოთ, რა დაგხვდება ამ ქაოსის მეორე მხარეს. და ვიწყებთ შოკის მონგრელი ამბით, სასტიკი დანაშაული, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, აძრწუნებს. და მომენტალურად სრულიად წარმოუდგენელი კონტრასტი. შიდა, საშინელი ტრაგედიიდან უცებ გადავდივართ მაღალი დონის პოლიტიკურ ვიზიტზე. და სანამ ამ ორ ამბავს ვამუშავეთ, კიდევ ერთი ნახტომი ამჯერად პირდაპირ კოსმოსში, ეს არის თანამედროვე მედიის სახე, ლოკალური ტრაგედია, გლობალური პოლიტიკა და სამყაროს საიდუმლოებები. ყველაფერი ერთმანეთში არეული. იმისთვის, რომ ამ ერთი შეხედვით ქაოსში რაღაც აზრი დავინახოთ, მოდით ჯერ იმ თემებს შევხედოთ, რომლებიც ეროვნულ დისკუსიას განსაზღვრავს, ანუ პოლიტიკას და საქართველოს ადგილს მსოფლიოში. მაშასე, კონკრეტულად რაზე საუბრობენ პოლიტიკურ დერეფნებში ამ კონკრეტულ დღეს? რა არის ის მთავარი თემები, რომლებიც დღის წესრიგს ქმნის? შეხედეთ, ამ ერთ დღესშიც კი კარგად ჩანს, რომ საქართველოს საკმაოდ აქტიურად ცდილობს იმოქმედოს გლობალურ სცენაზე. დუბაი, მილანი, ვაშინგტონი, ქვეყნის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მართავენ შეხვედრებს. ეს არის ერთგვარი გზავნილი, რომელიც გარე სამყაროსთვის კეთდება. და აი ეს არის ის ოფიციალური გზავნილი, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უგზავნის. ჩვენ ვართ სტაბილური, მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციისთვის, კარგი გარემოთი და დაბალი გადასახადებით. ანუ გზავნილი მთლიანად ეკონომიკურ პოტენციალზეა ფოკუსირებული. თუმცა, ქვეყნის შიგნით სურათი სულ სხვა. აი, ყველაზე ცხელი დებატები ევროპასთან ურთიერთობას ეხება. ერთი მხრივ სამთავრობო ნარატივი საუბრობს იმაზე, რომ ბრიუსელმა თურმე პრინციპებს უღალატა და ჩვენს სუვერენიტეტში ერევა. მეორე მხარეს კი ოპოზიცია პასუხობს, რომ არა, ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია. ხედავთ, აი ეს არის დღის მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი. და ამ დაპირისპირების ფონზე ისმის მესამე პრეზიდენტის ხმაც, როგორც ყოველთვის, შეუპოვარი და მებრძოლი. ეს ციტატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დაძაბული და ხშირ შემთხვევაში პერსონალიზებულია აქ პოლიტიკური ბრძოლა. კარგი, ახლა მოდით ამ გეოპოლიტიკური სცენიდან ისევ ჩვენს რეალობას დაუბრუნდეთ მიცაზე და შევხედოთ იმას, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და რითიც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. ვუბრუნდებით იმ ამბავს, რომლითაც დავიწყეთ. კონკრეტული ადგილი, კონკრეტული თარიღი, ტრაგედია, რომელსაც უკვე სახე აქვს. აი მეზობლის ეს სიტყვები ხო გვაჩენებს იმას, რაც ხშირად იმალება დახურულ კარს მიღმა. ეს არის პირადი ტრაგედიის სურათი, რომელიც არსებობს დიდი პოლიტიკური დებატების პარალელურად და სამწუხაროდ ზოგჯერ მათ ჩრდილშიც ექცევა. მაგრამ ერთი დღე არასდროს არის მხოლოდ ერთი ამბავი. ამავე 24 საათში ვხედავთ ცხოვრების სრულ სპექტრს. ვხედავთ სხვა ტრაგედიასაც, ქობულეთში მომხდარ ავარიას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ ამ ყველაფრის გვერდით ვხედავთ იმედსაც. აი საზოგადოება ერთიანდება მესაზღვრე პოეტის დასახმარებლად და ფერეიდნელი ქართველი ემოციურად ბრუნდება სამშობლოში. ტკივილი და სოლიდარობა გვერდიგვერდ. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ახლა კი მოდით ყურადღება გადავიტანოთ იმ ამბებზე, რომლებიც ყველას გვაერთიანებს, რომლებიც გვაკავშირებს უნივერსალურ ადამიანურ მისწრაფებებთან, აღმოჩენებთან და სპორტულ ასპარეზობასთან. იმიტომ რომ ცხოვრება ხომ მხოლოდ პოლიტიკა და ყოფითი პრობლემები არ არის, არა? საბედნიეროდ. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა საოცარია, არა? იმავე დღეს, როცა ჩვენ აქ ჩვენს პრობლემებზე ვკამათობთ, კაცობრიობა მზის შიგნით იხედება, კიბოს დამარცხების ახალ იმედის მომცემ გზებს პოულობს და ხელოვნურ ინტელექტს ემოციებს ასწავლის. ეს ის ამბებია, რომლებიც გვაძლევს პროგრესის და იმედის განცდას, რომლებიც გლობალური საუბრის ნაწილია და ჩვენამდეც აღწევს. და აი, ეროვნული სიამაყის სიმბოლოც, 8 სპორტსმენი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს უდიდეს სცენაზე, ზამთრის ოლიმპიადაზე წარადგენს. და სპორტული წარმატებები ამით არ მთავრდება, სულაც არა. ჭადრაკში, ჭიდაობაში, ფეხბურთში ქართველი სპორტსმენები ამ ერთ დღეშიც კი გამარჯვებებს ზეიმობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოკლედ, ეროვნული სიამაყის და წარმატების დღეა. და მაინც მოდით შევაჯამოთ, ამ ყველაფრის შემდეგ რა სურათი მივიღეთ? რას გვიყვება ერთი თითქოს და ჩვეულებრივი დღის საინფორმაციო ნაკადი? იცით, თითქოს ყველაფერი სამ ძირითად თემამდე დადის. პირველი, ერიცხარეთ კამათობს თავის მომავალზე, თავის გეოპოლიტიკურ არჩევანზე.
მეორე, ის უსწორებს თვალს ადგილობრივ ტრაგედიებს და ამავე დროს საოცარ სოლიდარობას ავლენს. და მესამე, ამ ყველაფრის პარალელურად ის იყურება ვარსკვლავებისკენ, მეცნიერებისა და სპორტის მწვერვალებისკენ. თბილისში მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტიდან მზის შიდა სტრუქტურამდე. აი ეს არის ერის რთული, წინააღმდეგობრივი და რაც მთავარია, ღრმად ადამიანური დიალოგის საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან. და ბოლოს რჩება მთავარი კითხვა რა, თუ ეს ყველაფერი რაც ვნახეთ, მხოლოდ ერთი დღის ისტორიაა. აბა დავფიქრდეთ, რას ამბობს ჩვენი ყველა დღის ჯამი იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენს სინამდვილეში.